გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. აი დღეს პარასკევია, 4 საათია და რა თქმა უნდა შევხვდით ჩემ გადაცემაში სილამაზის ალგორითმი. უნდა გვისმინოთ რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98 და 5, კახეთში 102 და 3 და რა თქმა უნდა თვალყური უნდა გვადევნოთ Facebook და YouTube გვერდებზე. დღეისათვის ძალიან საინტერესო თემა მოგიმზადეთ, ანუ ჩემთვისაც ისეთი საინტერესო და იმდენი შეკითხვები მაქვს დაგროვილი. ეს არის ფენშუი და მოვიწვიეთ გადაცემაში ფენშუის სპეციალისტი, უმშვენიერესი თიკა ქოქაშვილი. გამარჯობა თიკა და დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და მოხვედი ჩვენთან სტუმრად. მადლობა მოწვევისთვის. და პირველი შეკითხვა რა თქმა უნდა, თუ რა არის ფენშუი და აი მარტივად რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე? ფენშუი არის უძველესი აღმოსავლური სწავლება. უფრო შემორჩენილი არის ესეთ აღმოსავლეთ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩანაწერები, მაგალითად, თუნდაც საქართველოში, იმდენი შემოსევები გვქონდა, მსგავსი ჩანაწერები მხოლოდ სიტყვის ზეპირებით არის შემორჩენილი. ეს არის სწავლება, რომლის მიხედვითაც ადამიანი ბუნებასთან და გარემოში, მის გარემოში კომფორტულად და ჰარმონიულად ცხოვრობს. ანუ სად ვიცხოვრებთ, როგორ ავაშენებთ სახლს, როგორ და მოვისვენებთ მასში და როგორ გარემოს შევიქმნით. აი ამაზეა დამყარებული მთლიანობაში ფენშუი. ანუ ესე იგი, რა თქმა უნდა, ეხლა უნდა გკითხო, ანუ სახლში, აი როგორ უნდა მივხვდეთ ენერგია გახსნილი გვაქვს თუ დაბლოკილია? ენერგიები არის მიმოცვლაში მუდმივად. არის პერიოდი, როდესაც გახსნილია და ამას ძალიან კომფორტულად გვგრძნობთ ჩვენ ვართ ადამიანები, სენსორიკები, ამ ყველაფერს შევიგრძნობთ, მით უმეტეს საკუთარ სახლში და როდესაც დაბლოკილია ენერგიები, ამასაც უგრძნობთ, თითქოს სული გვეხუთება, თითქოს ისე არ მიდის სიტუაციები და ამას მოყვება ხოლმე მთელი რიგი წმენდვები, ცვლილებები, რაღაცა ავეჯსვა, ადგილებს სხვადასხვა ადგილას, იქ რაღაცა არის მარტივი მარილის წმენდვები, რომლებიც კეთდება და ამის მიხედვით ვანთავისუფლებთ სხვათა შორის ენერგიას მარტო სახლში კი არა, ჩვენ სხვა გარემოშიც ვგრძნობთ. შეიძლება აღმოჩნდეთ ადგილას, სადაც საერთოდ ვერ დავყოთ რაღაც 5 წუთზე მეტი. იმიტომ რომ ცუდად ვიგრძნობთ, ეს უკვე ენერგია არის, იმიტომ რომ ამის შეგრძნება გვაქვს ჩვენ ადამიანები, ამ ყველაფერს ვგრძნობთ, ერთმანეთის ენერგიასაც ვგრძნობთ და გარემოს ენერგიას მით უმეტეს. და ეხლა ალბათ ყველა საინტერესებს ეგ საკითხი და მეც რა თქმა უნდა, როგორ უნდა მოვიზიდოთ ფინანსური წარმატება, როგორ უნდა გავააქტიუროთ ფინანსური ენერგია და აი მოვიზიდოთ სიმდიდრე და კეთილდღეობა. საერთოდ ფენშუის მიხედვით უძველეს დროში, როდესაც არ იყო ფინანსები, ისინი იყვნენ ხვავი და ბარაქაზე, ანუ რა მოსავალი ექნებოდა და როგორ მოინადირებდნენ, ან რა მოსავალს მიიღებდნენ. არის ამ სექტორები, რომელსაც დღეს უკვე თანამედროვე ცხოვრებაში ვიყენებთ. ეს არის ორი სექტორი, ერთი არის აღმოსავლეთ სექტორი და მეორე არის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორი, რომელიც ტელეფონებს ახლა ყველა smartphone-ს აქვს კომპასი, ძალიან მარტივი არის, ხელის გულზე უნდა დავიდოთ აუცილებლად და დაახლოებით ჭიპის სიმაღლეზე უნდა დავიჭიროთ და გვიჩვენებს უკვე რომელ მხარეს იყურება, თქვათ რომელი მხარე საით არის. მოვძებნით ამის მიხედვით და პირველი რასაც ვაკეთებთ, როდესაც პოულობთ აღმოსავლეთს ან სამხრეთ-აღმოსავლეთს, ნუ ძლიერი უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთია, აქ უკვე ვიწყებთ შეცვლას. მაგალითად, ფინანსების ენერგიას მოეწონებოდა თუ არა იქ ჩვენ რაც გვაქვს. გასუფთავებას ვიწყებთ აუცილებლად, ვნახულობთ თუ არის იქ ისეთი ნივთები, რომელსაც ძალიან დიდი ხანი არ ვიყენებთ და შეიძლება ცვალებადობა უნდოდეს და შეგვაქვს მცენარეები ასევე. მცენარეები არიან აქტივატორები, ციცოცხლის ენერგიის მატარებლები, მწვანე ფერი ზუსტად ამური სექტორის არის და ხვავი და ბარაქის ენერგიას მცენარეზეც მეტყველებს. საერთოდ ამ სექტორში თუ მცენარე იწყებს გაფუჭებას, ის ფინანსურ წარუმატებლობას გვეუბნება და თუ აქტუალურად იქ ხარობს, კარგად არის, მაშინ კარგი ფინანსებიც გვექნება. და არის ამის ძალიან ბევრი სიმბოლიზმი, ასევე ადამიანები, რომლებიც იყენებენ. მაგალითად, ბარაქის რაღაცა სხვადასხვა სიმბოლოები. ანუ რამე ნივთებიც არსებობს, ნივთებიც არსებობს სპეციალური ფენშუის ნივთები, რომელსაც მე ვიყენებ და ვააქტიურებთ ამ სექტორს. ვაძლიერებთ ნამდვილი ფული, მაგალითად, თუნდაც ყულაბა, თავისი ფულით, ეს უკვე არის ფინანსური ენერგია. ფული რა არის? არის ენერგია, რომელიც არის მუდმივად მიმოცვლაში. სხვადასხვა ენერგეტიკის ადამიანთან ხდება და მე მოდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსური, თუნდაც ცოტა იყოს. აქ სხვა ზოგჯერ გონიათ რომ
რომ რაღაცა იქ ძალიან დიდი რაღაცები უნდა იყოს, არ არის ეს საჭირო. შეგვიძლია მინიმალისტურად და ის როდესაც შედეგს გვაძლევს, იმიტომ არიან შემდეგ ხანგრძლივი ფენშუისტები, იმიტომ რომ გრძნობენ ენერგიას, ერთხელ როდესაც რაღაცა პატარა რაღაცით დაიწყეს, იგრძნეს რო წარმატება მოაქვს, უკვე მე შედიან სიღრმეში. ხო, აი ხედავ, აი ეს ცხენი, ფენშუის ცხენი, რომელიც მე ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოვიგე, სადაც თიკას ქონდა გამოსვლა და იქ გავიცანით ერთმანეთი. აი სწორედაც ეს არის ყულაბა და თქვენ მითხარით, რომ სამხრეთ აღმოსავლეთით დამედო. კი, შევასრულე, გავასუფთავე, დავდე და ანუ მონეტებიც უნდა ჩავყარო ამაში. შეგიძლიათ ქაღალდის ფულით. ქაღალდის ფული უფრო დიდი ენერგიაა. მონეტა სხვა ენერგია აქვს და სხვათა შორის საფულეშიც ესე ვყოფთ ჩვენ თანხას. თუ გვინდა რომ სწორად ფინანსური ენერგია უმართოთ, მონეტის საფულე უნდა იყოს ცალკე და ფულის, ჩვეულებრივი ფულის, ქაღალდის კუპირის უნდა იყოს ცალკე. ოღონდ ყოველთვის უნდა გქონდეს ცოცხალი ფული. ამას ვეძახით რეალურად ფულს და არა საფულეში უნდა გვედოს ცოცხალი კუპიურა. და თიკა საფულის ფერს თუ აქვს მნიშვნელობა? ნახეთ, ყველას აქვს ინდივიდუალური საფულის ფერი, მაგრამ არის ყოველი წლის ტენდენცია. მაგალითად, ცეცხლოვანი ცხენის წელში, როდესაც ვუყურებთ აღმოსავლურ რუკას, ეს არის ბაძის რუკა, დედამიწის რუკა კეთდება, წყლის ენერგია საერთოდ არ არის. ძალიან იშვიათად აქვთ რეკომენდაცია ადამიანებს, რომ ლურჯი ცისფერი ან შავი საფული ატარონ. წელს ეს რეკომენდირებულია, იმიტომ რომ წყალი ააქტიურებს, რაც გვაკლია ის ძალიან გვინდა. მაგრამ ასევე, რადგან ცეცხლის ენერგია არის და მნიშვნელოვანი ενέργεια არის, წითელიც კარგი არის. ანუ მე ლურჯი საფულე მაქვს, წელს აქტუალური არის, დიახ. დიახ. ძალიან კარგი. ეს რაც შეეხება ფინანსებს. ეხლა მინდა გადავიდეთ ცოტა სახლის მოწყობაზე. აი ვთქვათ, აი სარკეზე ძალიან ბევრი გამიგია, რომ არ შეიძლება შემოსასვლელში სარკე. საერთოდ ამ შემოსასვლელ კარებზე არის მუდმივად აქცენტი და აი რა არის ესეთი ეს შემოსასვლელი კარები ცენტრი რატო გვაქვს? ნახეთ, ჩვენი კარები არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიის გამტარი. ყველა ენერგია, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაგალითად ის ბედნიერება თუ წარმატება, უნდა შემოვიდეს მთავარი კარებიდან, რითაც ჩვენ ვიკვებებით, იმიტომ რომ ჩვენ ენერგია მუდმივად გვჭირდება, რომ დავამუშაოთ და ამ ენერგიით ვიყოთ ძალიან ყოჩაღად. ამიტომ აქცენტი კეთდება მთავარი კარები, როდესაც კარებს უყურებთ, სანამ გააღებთ, აი თქვენი კარები შეხედეთ, სანამ სახლში შეხვალთ და როგორ გამოიყურება ის. და წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ფინანსების ენერგია. და გინდათ ამ კარის შეღება თუ არა. იმიტომ რომ ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მასზე როგორ გამოიყურება ეს სახელური, ჩვენ იქ რაღაც სიმბოლოებსაც ვამაგრებთ, რომ ენერგიას მოეწონოთ. ძალიან ხშირად ეხლა შეხვდებით, ლომები არის დალაგებული ჭიშკრებზე გარეთაც მორთულობა, მცენარეები. ეს არ არის ვიღაცას მოუნდა და დიზაინში ჩასვა. ეს არის სუფთა ფენშუის მიმართულება. ორი ლომი არის მცველი და ასევე ენერგიის მომზიდავი. შემდეგ, როდესაც კარებს ვაღებთ, შევდივართ სახლში, შემოსასვლელი პერიმეტრი არის. უნდა მიმოიხედო და გაისვას ენერგია. ეს კარები რა ფერად უნდა შევღებოთ, მაინც რა რომ მოვიზიდოთ ეს ფინანსები და ნახეთ როგორ არის ესეც. მაგალითად, ყველა მხარეს აქვს თავისი ფერი. თუ თქვენი კარები არის აღმოსავლეთში ან სამხრეთ აღმოსავლეთში, შეიძლება მწვანე ან ბეჟი ფერი იყოს, ყავისფერიც დაშვებულია. თუ მაგალითად არის სამხრეთში, აქ ყველანაირი ტონალობა წითელის, ანუ ცეცხლის სტიქიის და ასევე ყავისფერიც არის დაშვებული. მაგალითად, თუ არის სამხრეთ დასავლეთი, ჩრდილო აღმოსავლეთი, აქაც დაშვებული და ცენტრში იშვიათად იღება კარები. აქაც დაშვებული არის, რომ იყოს ყავისფერი ფერი. დასავლეთი, ჩრდილო დასავლეთი, ეს არის მეტალის სტიქია. ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ახლა ოქროსფერს ვინ გააკეთებს, მაგრამ ოქროსფერიც თეთრიც დაშვებულია. ჩემი კარები საით არის? და არის ასევე ბოლო სექტორი, ეს არის სამხრეთი, რომელიც არის წყლის სტიქია და აქ ლურჯი ცისფერი ან შავი ფერი. ახლა ლურჯი ფერის კარები არ მინახე, მაგრამ ჩვეულებრივად დაშვებულია, მეგობრებო, შავი ფერი წყლის სტიქიას მიეკუთვნება. ამის მიხედვით ვანაწილებთ ფერებს. ამის მიხედვით თუ არ გვაქვს შეღებილი კარები, მაშინ ფეხსაწმენდებს ვალაგებთ, რომ ის ენერგია გავააქტიუროთ, რაც იქ არის. გარე შიდა პერიმეტრზე გაითვალისწინეთ. შემდეგ გავაღეთ ეს კარები და სარკე.
სარკე არ უნდა იყურებოდეს პირდაპირ რომ გააღებთ და არ უნდა ხედავდეთ პირდაპირ და აი ახლომახლოს შიდა ენერგიას არ უნდა იჭერდეს, იმიტომ რომ შემოსულ ენერგიას კარებში თუ შემოვა და სარკემ დაიჭირა, ის მთლიანად ან გაუშვებს გარეთ, ან მახსოვრობაში წავა სარკეში. არ შევა სახში ეს ენერგია და არაფერს არ მოგვიტანს. ამიტომ ისეთ ადგილას ვანთავსებთ, რომ თავარ კარებთან არ კონდეს კავშირი და არ ხედავდეს. შეიძლება მაგალითად თავარი კარის უკანა ნაწილში იყოს. და საერთოდ ვერ ხედავდეს ის ენერგია, რომელიც უცებ იღება და შედის სახლში. ამით არ დავკარგავთ ენერგიებს. შემდეგ, როდესაც შემოსასვლელში შევდივართ, უკვე იქ უნდა გადავანაწილოთ. ფეხსაცმელები არ უნდა ელაგოს ძალიან ახლოს, უნდა გქონდეს მოწესრიგებულად. შემოსასვლელი უნდა იყოს აუცილებლად მილაგებული, იქ ყუთები არ უნდა გვიშლიდეს ხელს და ხშირად ვიყენებთ აქ ნახატებს, ქარის მუსიკას, რომელიც აქტივატორი არის, ლამაზი ხმა რომ აქვს, ზუსტად ეს არის და მცენარეებიც არის დაშვებული. ეხლა უკვე შემოვიდა ტენდენცია ეს იაპონური სიმბოლიზმიდან მანეკინეკო, რომელიც ძალიან ხშირად გვხდება შემოსასვლელში, ესეც აქტივატორი არის, რომელიც ხელს იქნევს და ეძახის დადებით ენერგიებს, რომ შემოვიდნენ. ეს რაღაც ფისო რომ არის. ფისო რომ არის. მანეკინეკო. ხოდა შეიძლება ყავს ეგ ფისო, ოღონდ რაღაცა სამზარეულოს მხარეს მიდგას და ესე იგი შემოსასვლელში უნდა გადმოვდგა. შეგიძლიათ შემოსასვლელში და დაიძახოს ენერგია. პირით უნდა იყურებოდეს. უი, რა მითხარით, აუცილებლად გადმოვდგა, აუცილებლად. ეხლა მოდით საძინებელზეც კითხოთ. ანუ სარკე იქ როგორ უნდა გქონდეს, რომ აი ურთიერთობები გქონდეს კარგი, სიმშვიდე, არ გაგვინელდეს ვნებები, უხლესთან და ასე შემდეგ. საძინებელს რაც შეეხება, აქაც სარკე არის ერთ-ერთი ტაბუდადებული თემა, რომელიც აორებს და აორმაგებს. ხშირად მოაქვს ღალატის თემები, ან მოაქვს მეორე, რომელიც არის ჯანმრთელობის თემატიკა. ამ ორი რამის დაზიანება შეუძლია სარკეს და ისედაც შფოთი მოაქვს, იმიტომ რომ სარკე არის ერთგვარი პორტალი, ის ყველაფერს იმახსოვრებს, ჩვენს საუბარს, ჩვენს ქცევებს, ჩვენს სტილს, ჩვენს მხიარულებას და ეს მახსოვრობაში ყველამ ვიცით, რომ სარკე ისეთი მაგიური ნივთი არის, რომ ძალიან ყურადღება აქვს მისაქცევი ამაზე. ანუ საძინებელში სად უნდა დავკიდოთ? დაძინებულს არ უნდა გხედავდეთ. მთავარია, როდესაც გძინა, ანუ არ უნდა აგირეკლოთ. ეხლა ძალიან ტრენდული შემოვიდა ფრანგული ჭერები, რომელიც არის სარკის ეფექტით. საძინებლებში ესეც აკრძალული არ უნდა გხედავდეთ, არაფერი არ უნდა გაორმაგებდეთ, ეკრანისებური არ უნდა იყოს. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სარკე ისე დადოთ, რომ არ გხედავდეთ, შეიძლება მოვანთავსოთ, თუნდაც კოსმეტიკური სარკე ან რაღაცა ისეთი ნივთი. კი, პატარა, დიდი შეიძლება იყოს, უბრალოდ არ გხედავდეთ ეს სარკე და თქვენ როცა გძინავთ, თქვენ საერთოდ არ აგირეკლოთ ამან. თუ გვაქვს ასეთი შემთხვევა, არ უნდა დაპანიკდნენ და არის შეგიძლიათ გადააფაროთ ზეწარი ძილის დროს, რომ უბრალოდ სარკეს არ გქონდეს ის ენერგია და შეხება თქვენთან თქვენ ძილის დროს და არ მოგიტანოთ შემდეგ პრობლემები, რომ მე როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობ, სულ ყოველთვის არის აქ გამოხმაურება, ყოველთვის მიდასტურებენ, რომ ნამდვილად ესე მოხდა და კი, ნამდვილად ესე იყო ჩემს შემთხვევაში. და არის ახლა საძინებელი რა არის? საძინებელი არის სიყვარულის, მოსვენების და ბედნიერების ადგილი. ძალიან ბევრი ნივთები არ შეგვაქვს, იქ არ ვმუშაობთ, იქ არ ვალაგებთ წიგნებს და რაღაცა. შეიძლება კუთხე იყოს, ესეც ბავშვებს გქონდეთ მოწყობილი, მაგრამ ძირითადად წყვილი შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული. ყველაფერი უნდა იყოს წყვილში 2, ბალიში იქნება ეს თუ რა იქნება, თუ სკამით შეგაქვთ, უნდა იყოს 2, იმიტომ რომ კენტი არაფერი არ უნდა იყოს. ნივთებიც კი ძირითადად არის წყვილად. აქ ლოტოსები არის მაგალითად ბედნიერების მომტანი, იქ ნაყოფიერებისთვის ზოგჯერ სპილოები უნდათ, არის ხორთუმდაწეული და აწეული, რომელიც ინდაიანი, ანუ ქალი და კაცს განასახიერებს და ბედნიერება მოაქვს და ყველა თავისი გემოვნებით მე აწყობს ამ სიყვარულის კუთხეს და მოსვენების კუთხეს, ესე ვთქვათ. არ უნდა იყოს ფანჯარა აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენი ლოგინის თავთან არ უნდა გვეღებოდეს და არის ესეთი კიდევ აუცილებლად გასათვალისწინებელი ყველასთვის საძინებელში პირდაპირ, როდესაც წევხართ, კი, ფეხების პირდაპირ კარები არ უნდა გეღებოდეთ. ამას ეძახიან სიკვდილის ზონას, რომელსაც ავადობა მოაქვს და ცუდი შედეგები მოაქვს. პირდაპირ ენერგეტიკულად კარებიდან, იმიტომ რომ ჩვენ გამტარები ვართ ენერგიის და ფეხებიდან თავში გადის და თავიდან ფეხებში და ენერგიის ცვლა მიდის. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს და დანარჩენი ფერები გაითვალისწინეთ, ეცადეთ წყალი არ შეიტანოთ, მცენარეები არ შეგვაქვს საძინებელში, წყლის სტიქიას რაც შეეხება ლურჯი ფერები არ შეგვაქვს, იმიტომ რომ ჯანმრთელობის ენერგიას ურტყავს და 7 წყნარი ტონები უნდა იყოს. ძალიან ბევრი წითელიც არ გინდათ, აგრესიაში რო არ გადაიტანოს და შავი ფერით ამოღებული არის თავისთავად. საძინებლიდან, ხო?
და სამუშაო მაგიდას რაც შეეხება სამუშაო მაგიდას გვედგას სამუშაო მაგიდას ნახეთ თუ ზოგადი ფენშუით ვაკეთებთ არის ჩრდილო-დასავლეთი ან დასავლეთ სექტორი და ასევე შეიძლება ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორშიც დავდგათ და ამ მხარეს გავიხედოთ, მაგრამ აქაც არის პერსონალური მხარეები აქვს ყველა ადამიანს. გამოთვლები არის ამისი, გუა, ყუა ორნაირად ეძახიან, ეს გამოთვლები მოიძებნება ახლა ყველა შეუძლია ნახოს ინტერნეტ სივრცეში და გვაქვს ნახეთ ბაგუა მიმართულებები ხო არის სამხრეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი. აი ესე არის გადანაწილებული 4 სასიკეთო მხარე გვაქვს და 4 უარყოფითი. მოვძებნით ჩვენ სასიკეთო მხარეს და როდესაც ვზივართ, ერთ დამჯდარ ადგილას შეიძლება 3 მხარის ამორჩევა. მარჯვენა, მარცხენა და პირდაპირ რაც აქვს. და ამ საუკეთესო მხარეს ამოვარჩევთ და ზუსტად კომპიუტერი შეგვიძლია იმ მხარეს დავდოთ ან რვეულები და ისე მოგვიწიოს თუნდაც ცოტა ცერულად დაჯდომა და სწორი მიმართულებით მივიღოთ ენერგია. აი ბავშვებზე უფრო საჭირო არის, იმიტომ რომ ზარმაცობენ, ან არ სწავლობენ. აი ამ შემთხვევაში მიაქციეთ ამას ყურადღებას, რომ სწორად დადებულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზურგში კარების გაღებაც არ არის კარგი, მაგრამ თუ ეხლა ეს მოქმედი კარები არ არის და წარამარა არ აღებენ ამ კარებს, დახურული თუ არის შეგიძლიათ მშვიდად იმუშაოთ. ეს სხვადასხვანაირად განისაზღვრება კიდევ ეს თემატიკა, კაბინეტი კიდე სხვანაირად არის, მაგრამ დღესდღეობით ვერავინ ვერ შემედავება, რომ კაბინეტებში ნამყოფები არიან და გემის ფიგურები არ ნახონ. ყველა მეზღვაური ხომ არ არის, მაგრამ კაბინეტში არის გემის ფიგურა. ეს არის კარიერის აქტივატორის სიმბოლო, ამიტომ ფენშუის მიხედვით ჩვენ ამ სიმბოლოს ყოველთვის ვააქტიურებთ. გემის ფიგურა, გემის ფიგურა და დააკვირდით, არის ამის გარდა ბევრი ფიგურები და სიმბოლოები, მაგრამ რატომღაც ადამიანებს გონიათ, რომ ფენშუის მიხედვით მოწყობილი გარემო არის ჯინჯილაკებით, აუცილებლად ეს წითელი სკვნილებით და რაღაცა ჩინური სიმბოლოებით. მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთში, მაგალითად, ვისაც უმოგზაურია იაპონიაში, სინგაპურში, მალაიზიაში, სადაც მე ვსწავლობდი, ჩინეთში თავისთავად ჰონკონგში ვინც არის ნამყოფი, სადაც არის, რა ვიცი, მილიონერების ასეთი ქალაქი და ძალიან ისეთი მთელი ქალაქი არის აწყობილი ამის მიხედვით, ფენშუის მიხედვით, თუნდაც ეხლანდელი დუბაი, აბუ-დაბი რაც კი შენდება და პროექტდება, ფენშუის დეტალები არის გათვალისწინებული. ამიტომ გავითვალისწინოთ წარმატებული ადამიანების მაგალითები და ნუ ვისწავლით უიცებისგან, ნუ დავიჯერებთ ისეთ რაღაცებს, რაც არ ვიცით. იმიტომ რომ ეს არ არის მოგონილი, ეს არის თუნდაც ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ, მაგალითად აღმოსავლეთს როგორ იყენებდნენ, საკურთხევლად უნდა გველოცა, აღმოსავლეთით რატო ვიყურებით, რატომ არის საკურთხეველი აღმოსავლეთით, სახლს არ აშენებდნენ ისეთ ადგილას, სადაც წყალი არ იქნებოდა, სადაც ის ვერ მოიყვანდა მოსავალს და სადაც დაცულად ვერ იგრძნობდა თავს. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი უკვე გადმოვიდა თანამედროვე ცხოვრებაში, იმიტომ რომ დღეს ყველაზე ძალიან გვჭირდება, რომ კომფორტულად ვიგრძნოთ ჩვენს გარემოში, თავი და კომფორტში ვიყოთ და კომფორტის ზონა შევქმნათ ჩვენ თვითონ. ამიტომ ზოგჯერ ჩვენშიც არის ეს ჩვენი წინაპრებიდან წამოსული ეს უდიდესი ცოდნა და რაც თავარია რა უნდა მეთქვა, ეს არის რომ აღმოსავლეთში ყველაფერი ეს არის ტრაქტატებში ჩადებული და შენახული, უძველესი შენახული. ამიტომაც ეს არ არის რომ დავგუგლოთ და მოვძებნოთ. მე ამის გამო მომიწია მაგალითად 12 წლის წინ რომ წავსულიყავი და მესწავლა მალაიზიაში და ეს ინფორმაცია მიმეყო, რომ ეს ზუსტი მიმართულებით მესწავლა. აქედან გამომდინარე გავითვალისწინოთ მეგობრებო და ყველა ეს დეტალი, რასაც ვიყენებთ, ეს გამოცდილი არის და ისეთი წარმატებული ადამიანები იყენებენ, რომ აუცილებლად თქვენს უნდა გამოიყენეთ, რომ წარმატების ნაბიჯი გადადგათ. და კიდევ მე მაინტერესებს პირადად, აი, როდესაც ინფლუენსერი ხარ, წამყვანი ხარ, ბლოგერი ხარ, აი, მაგ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო, რომ ცნობადობა აიმაღლო, წარმატება მოიზიდო, აი, მაგ დროს რას ვაკეთებ? სახში რამეს ვააქტიურებ ესე? ნახეთ, ცნობადობისთვის არის ესეთი მხარე და სექტორი, რომელიც არის დასავლეთი. ძირითადად, როდესაც ადამიანებს, რომელსაც უნდათ რომ ყურადღების ცენტრში იცხოვრონ და ძალიან ესეთი წარმატების ენერგია ქონდათ, ან მომღერლები არიან თუ არ აქვს მნიშვნელობა, დასავლეთის მხარით ურჩევთ ხოლმე, აი ბევრი ფანჯრები რო იყოს მათი სახლის დასავლეთით მხარეს. ამიტომ შეიძლება ჩვენი ფანჯრები არ იყოს დასავლეთის მხარეს, მაგრამ ყველა სახლს აქვს დასავლეთ მხარე. მოვძებნოთ ეს დასავლეთი მხარე და იქ ბალაგებთ, უკვე ჩვენ თავზე ვმუშაობთ ვიზუალიზაციით, რა გვინდა.
ისეთი ნივთები უნდა განალაგოთ, რაც გინდათ. ვისი მსგავსადაც გინდათ, რომ განვითარდეთ. ყველაზე ძლიერი, ყველაზე მსოფლიოში ცნობადი, თქვა შეიძლება იყოს წამყვანი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა ყველა კუთხეში თავისი თავი. და მისი ან ფოტო გქონდეს, ან რაღაც, ან ნივთი იყოს, რომელიც რაღაცას გვაკავშირებდეს. ყველაფერი არის ჩვენს ვიზუალიზაციაზეც აუცილებლად დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოგწონდეს და გვინდოდეს. დასავლეთ სექტორის გააქტიურება. არის აქ ფენშუის ნივთებიც, რომელსაც ვიყენებთ. გასაგებია, უღრმესი მადლობა. კიდევ მინდა გითხოთ, კატა მყავს, რომელიც ქუჩიდან ავიყვანეთ და ძალიან მაინტერესებს. აი, რამდენად კარგია კატის ყოლა სახლში და რა ვიცი, რაღაცა გამიგია, რომ კატა აურას წმენს, ენერგეტიკა მოაქვს. აი, მაგაზეც უნდა გკითხოთ. ყველანაირი ცხოველი დადებითი ენერგიის მატარებელია, როდესაც ზრუნვა ხდება ცხოველზე, აქ ჩვენ ძალიან კარგად ვასუფთავებთ კიდევ ჩვენს კარმას. შემთხვევითობა არ ხდება არც ერთი ცხოველის აღზრდა და მისი პატრონობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია უნდა თუნდაც კატის გაზრდას, ჩვენ მას კვებავთ, ვასუფთავებთ, დაგვყავს აცრებზე და ძალიან ამით ძალიან ბევრი სასიკეთო რამ მოვა. ისინი არიან აქტივატორები. პირველ რიგში ენერგიას ასუფთავებენ, მეორე რიგში ძალიან კარგად ცნობენ ადამიანებს. მათ სტუმრიანობის მერე კარგად ასუფთავებენ ამ ენერგიას და არიან აქტივატორები, იმიტომ რომ მოძრაობენ სახლში და ყველა სექტორს ააქტიურებენ. ასევე კატის გარეშე, მაგალითად ჩვენი წინაპრები ცხენის და კატის გარეშე სახლს არ აშენებდნენ. შეუშვებდნენ კატას, თუ არ გაჩერდებოდა იმ ტერიტორიაზე არ აშენებდნენ სახლს. საძინებელი შეიძლება ესე აერჩიათ, სადაც კატა მოთავსდებოდა და დაიძინებდა. იმიტომ რომ იმდენად სენსორიკი და ენერგიის ეს სხვათა შორის ნახე რომ თურმე უძველეს აღმოსავლეთ ქვეყნებში ზუსტად მსგავსი ტრადიცია ყოფილა. ანუ კატი ძალიან კარგი არის. ესე სხვადასხვა ადგილას რომ ძინავს, ესეც კარგი ენერგია სადაც არის იქ ძინავს. და ადამიანებსაც ისინი ხვდებიან, ის ენერგეტიკულად თუ არ ეხებიან ადამიანს, არ მოწონთ მათი ενέργεια. და რო იძახიან, აი კატა არ მიყვარს, ხო არის ესეთი ჯერ ესეთი და არ მეკარება. ანუ აქ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ენერგიაზე, ჩვენ კარმაზე, ჩვენს ენერგიაზე. აქ ძალიან ბევრი საზრუნი აქვს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ არ მიყვარს არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენც ერთგვარი სულიერი არსებები ვართ და ის საერთოდ არ აღიქვავს რომ რამით განსხვავდები ზოგჯერ ჩვენი ცხოველები რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ აგვიქვავენ რომ ჩვენც იმნაირები ვართ განსხვავება არ აქვთ მათ და აქედან გამომდინარე არ მიყვარს არ არსებობს იმიტომ რომ თუ კაცობრიობა თუ დედამიწაზე ცხოვრობ ხარ ცოცხალი ორგანიზმი და არსება შენც არსება ხარ ჩვეულებრივი არსება იმიტომ რომ სამყაროში არის კიდევ ჩვენზე მაღალი არსებები და განზომილებები თუნდაც ანგელოზები ჩვენზე ძლიერი და უსიტი არსებები არიან, ხომ? თუ გვიყვარს, უნდა გვიყვარდეს და სიძულვილი მაქსიმალურად უნდა მოიღოთ. შეიძლება შიში გქონდეს რომელიმე ცხოველის, მაგრამ ყველა ღვთისგან გაჩენილი არის და პირველი ამით უნდა დავიწყოთ, აი ზანხშირად მიკავშირებენ ხოლმე რელიგიას, მაგრამ აი აქ ვრუნდები, რომ ჩვენი რელიგია რას ასწავლის, რომ ჩვენ ყველას უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და მათ შორის მთელი კაცობრიობა და ადამიანების სულიერი არსებებთან ერთად და პირველ რიგში ეს უნდა დაგავასწოროთ და შემდეგ დავიწყოთ ხოლმე რაღაცეებზე ისეთზე ფიქრი. და საუბარი კიდე. ეხლა უნდა კითხო, აი რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, აი რა შეიძლება ვთქვათ, აი რამოდენიმე, აი ფენშუით, აი იგივე სახლში, ან რა ვიცი, საერთოდ აი მიმართებაში ადამიანებს. მე მაგალითად ვცდილობ ხოლმე, როდესაც მეკითხებიან, გავდივარ კონსულტაციებს სახლების აშენებაზე, თქვა და პროექტებაზე, ყიდვაზე, როცა არჩევენ ბევრიდან, რომელიმე უნდა არჩიან. ვცდილობ რომ სასაფლაოებთან ახლოს არ იყიდონ სახლები, იმიტომ რომ თბილისში მომრავლდა ზუსტად ესეთი შენდება და უყურებენ ფანჯრებიდან, იმიტომ რომ ეს ორი ენერგია სხვადასხვა არის, ცოცხლები არ უნდა იყვნენ ახლოს მათ სამყაროსთან, მათ თავისთვის უნდა ქონდეთ განლაგებული ადგილი. პირველი ეს არის გასათვალისწინებელი. მეორე რაც არის გასათვალისწინებელი, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ჩვენ სიახლეში გვაქვს ჩვენ სახლში, ანუ იქ ფერების გახალისება, მაგალითად 2-3 წელიწადში ერთხელ თუნდაც ყოველწლიურად ფარდების გახალისება ეს ენერგიების შეცვლა არის. ძველი თუ გაქვთ რამე აუცილებლად უნდა მოიშოროთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი ანტიკვარები გადაყარონ, მაგრამ არის რომ რაღაც არის დაზიანებული, საათი არ მუშაობს მაგალითად. დიახ, აი საათი არ მუშაობს, ანტიკვარულია, რაღაცა მილიონი ღირს, მაშინ და ის აუცილებლად ამოქმედეთ, ეცადეთ, რომ რაღაცა ფუნქცია მაინც მიანიჭოს ამას, კონდეს რაღაცა ფუნქცია, რომ უმოქმედო არაფერი არ გჭირდება. დაზიანებული, როგორი ძვირფასი ფაიფურც არ უნდა იყოს, ხომ ვერ ვიხმართ.
ჯობია გადავა. ჯობია რომ მოვიშოროთ, იმიტომ რომ ყველანაირი მოშორებულის ადგილას მოვა ახალი და ფინანსური ენერგიით შემოგავსებთ. პირველ რიგში, თუნდაც სამოსი, რომელსაც თქვენ რაღაცა 91 წელს იცმევდით და რაღაც მოგონებებთან არის დაკავშირებული, აღარ გვაცვია და ზუსტად ვიცით რომ აღარ ჩავიცვენთ, იმიტომ რომ ტრენდულს და ტენდენციებს მიუყვებით. უნდა გავუშვათ. მიეცით ადამიანებს, ვისაც არ გინდა და გინდა ეს. შეიძლება იყოს ბრენდული რაღაცა, მაგალითად, რომელიც ვიცით, რომ რაღაცა თქვენ შულს გამოადგება, მაგრამ ძალიან ბევრს ვაგროვებთ. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ხანაში, რომ რიგები იდგეს ამის საყიდლად. ყველაფერი მობეზრებაში გადადის და ჩვენ უნდა ვიხმაროთ, თუნდაც ის ნახეთ, გაიხსენეთ ძალიან ესე დიდი ხნის წინ, თუნდაც სადღაც 25-30 წლის წინ იყო, რომ ჩვენი დედები და თქვა ბებიები იდგნენ უსაშველო რიგებში, რომ ეყიდათ რაღაცა ჭურჭელი. ის ბროლის ლარნაკები. დღეს ძალიან ბევრია. ლარნაკები კი არა, რა ვიცი, რამდენ კაციანი ის სერვისები. ვინ იხმარა? არავინ არ იხმარა. დალაგებული იყო და ეშინოდათ რომ იკარებოდნენ, იმდენად ძვირფასი იყო. ზოგი აღარც არის ცოცხალი და ვერც მოიხმარა. არც იცის იქიდან რა გემოთი შეიძლება დაელია წყალი, ამა მიერთვა ჩაი. ამიტომ ყველაფერი იხმარეთ, ამ ცხოვრებაში ხართ მოსული, ჩაიცვით ის ყველაფერი, ისიამოვნეთ, მიიღეთ, გადყდეს, არაუშავს ბედნიერება მოაქვს. ის აუცილებლად შეავსებს და თქვენ ნახეთ, როდესაც ფაიფურთან ურთიერთობა აქვს ადამიანს, ის სხვანაირი ყალიბდება. როდესაც ფაიფურიდან თუნდაც ან ბროლიდან იღებს, ის ძველები გამოიყონ ძვირფასია და იხმარონ. მე მაგალითად ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხმარობ იმ რაღაც თეფშებს. იმპერატორული ენერგია არის და ამაზე კარგი რა უნდა გაუკეთო საკუთარ თავს რომ ზუსტად სილამაზეს რო ხედავ და იქიდან მიირთო. ადრე თუ დედოფლები შეეძლოთ, მხოლოდ დღეს ყველანი დედოფლები. ვარდა შეგვიძლიათ რომ მივიღო. იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს ესე დედოფალი, ჩვენ ვართ ჩვენი სახლის დედოფალი. ამიტომ მიირთვით, გამოიყენეთ, არ დაგენანოთ, რაც დაგენანებათ, წაგართმევთ ჩამრთელობის ენერგიას, წაგართმევთ ფინანსურ ენერგიას. სამყარო ჩათვლის, რომ თქვენ იმითაც კმაყოფილი ხართ, არ მოგცემთ ახალს, რატო ჩაათვლევინოთ? და იქ გქონდეთ დიდი შემოსავალი. ენერგიები ესე იხსნება, ჩვენი მენტალური ჰიგიენა გვჭირდება, ჯერ რომ ეს ყველაფერი გავხსნათ და დავამუშაოთ. მენტალობას თუ ამ დონეზე დავიყვანთ, აუცილებლად გაიხსნება ეს ენერგია და აუცილებლად მივიღებთ იმ სასიკეთო რაღაცეებს. ამიტომ გავხსნათ ეს ენერგიები, დავკმაყოფილდეთ, მივირთვათ, მიმხიაროთ და მეგობრებთან ერთად გავანაწილოთ ეს ენერგია და ზუსტად ის ძალიან ძველი ნაყიდი ნივთები გადმოალაგეთ, გადააუწმინეთ მტვერი და დაიწყეთ ხმარება. მე უღრმესი მადლობა. ესეთი საინტერესო საუბრისთვის და მაინც ბოლოს ესე დავასრულოთ, აი რა რჩევას მისცემთ ახალი ამ ცეცხლოვანი ცხენის წლისთვის, აი უფრო რა ვიცი, ეს რო უნდა ყველას გქონდეს, უკვე მივხვდი ეს. ცხენი საერთოდ ისეთი ძლიერი სიმბოლო არის, კარიერის სიმბოლო არის, სისწრაფის სიმბოლო არის, დახვეწილობის სიჩქარე მოაქვს წლევანდელ წელს, იმიტომ არის ცეცხლოვანი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რამდენიმე დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. სწრაფად არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. დაფიქრდით, გათვალეთ, თქვენთვის ანდო ადამიანებთან ერთად გაიარეთ, ამის შემდეგ გადაწყვიტეთ. მეორე, რასაც გთხოვს წლევანდელი ენერგია, ადამიანებს უნდა გქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ერთმანეთთან და არ უნდა ვაძაგოთ ერთმანეთი, არ უნდა დაუშაოთ ერთმანეთს პირიქით, მაქსიმალურად კაცობრიობა ამიდგავა წინ, თუ დიდ სიყვარულის ენერგიას გავუნაწილებთ ერთმანეთს. და მესამე, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აგრესია, მაქსიმალურად ცეცხლი არის აგრესია. ცეცხლი არის ერთი თუ მოეკიდა, ედება ყველაფერს და აგრესია ჩავაქროთ ჩვენში, სანამ რამეს სწრაფად გადაწყვეტილებას მივიღებთ, ან ვიჩხუბებთ, ან რაღაცას შევეტაკებით, დავამშვიდოთ საკუთარი თავი, დავაწყნაროთ, ვისუნთქოთ ღრმად, გვიღირს თუ არა, გვიღირს ამ ენერგიის დაკარგვა. ეს ხო ჯანმრთელობაზე გადის ეს ენერგია. შეიძლება მე 2 წუთში აღარ გიღირდეთ და გააგრძელოთ ცხოვრება. ამიტომ აგრესია იქნება ძალიან დიდი და ვეცადოთ, რომ ერთმანეთს სიყვარული გაუგზავნოთ აგრესიის ნაცვლად და ბედნიერი წელი გვექნება. არ დაიჯეროთ ის, რომ რომელიმესთვის იქნება ცუდი ან კარგი. ჩვენ ვქნით ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს გარემოს და მარტოები არ ვქნით. ჩვენ ვქნით ერთმანეთთან დაკავშირებით და ყველა ერთად თუ ვიქნებით ესე კარგად და ვიგზავნებთ კარგად, აუცილებლად ყველანი ვიქნებით ძალიან კარგად. და ბედნიერები. აუცილებლად. აი, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად კიდევ უნდა გვეწვიოთ, იმიტომ რომ არ ვიცი, ესეთი საინტერესო გადაცემა. აუცილებლად. წარმატებები.
მადლობა დიდი, დღეისათვის სულ ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.